Okay. And this is the left side, the piers, small piers, from the hydrographic service. Okay. Oh, right. So we've got an Yeah. Yeah. Yeah, to the bidders. Okay, that'd be. Full details available. Is a mix of technicals. There are the basmati in this map. Okay. This map is also provided. ბოლოვადა ჩაბარების არის 16 აპრილს. ეს ყველა კანდიდატმა უნდა ჩააბაროს თავის შეთავაზებები. პროექტი რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, უპრეცედენტო არის საქართველოსთვის, ძალიან დიდი და მასშტაბურია. ჩვენ როგორც ერთ-ერთი კანდიდატები ძალიან დაინტერესებული ვართ, რა თქმა უნდა და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გამარჯვებულები გამოვიდეთ. ტექნიკურმა კომისიამ დატოვა 7-12-დან 7 დატოვა და დღესდღეობით აგერ უკვე ეს მესამე კონსორციუმია, რომელიც ჩამოდის ანაკლის ტერიტორიის დათვალიერებაზე, სადაც უნდა აშენდეს პორტი, ასევე აქვე აშენდება ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურა, აშენდება საერთაშორისო აეროპორტი და ასე შემდეგ. მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, რომ აქ დასახლდება რამდენიმე ათასი ადამიანი, ადგილობრივი ადამიანი დასახლდება. ანაკლია და თლიანად რეგიონი მიიღებს უკვე სხვა სახეს, თანამედროვე განვითარებული რეგიონის სახეს მიიღებს. შემდეგ ეს მესამე კონსორციუმი იყო, კიდე დარჩა 4 კონსორციუმი, რომლებიც ჩამოვლენ და ათვალიერებენ იმ ტერიტორიას, სადაც უნდა განთავსდეს ეს პორტი. და შემდეგ უკვე ტექნიკური კომისია დაადგენს ამ 7 კონსორციუმიდან ვინ დარჩება და ვინ განახორციელებს ამ ინტერესთა ემას თავრობის მიერ. პროექტის ფარგლებში გაჩნდება ახალი სამუშაო ადგილები რეგიონში, ახალი თვითნაკადი წამოვა საქართველოს ტერიტორიის გავლით და პორტის აშენება ხელშეუწყობს ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის სრულად რეალიზებას. გამოსადგურის მშენებლობა არის 7 ფაზად დაგეგმილი, საბოლოო ჯამში გრძელვადიან პერსპექტივაში დაგეგმილია, რომ პორტმა მიაღწიოს 100 მილიონი ტონა გამტარუნარიანობას, თუმცა პირველ ეტაპზე დაგეგმება 3 ფაზის მშენებლობა, ეს ნიშნავს 40 მილიონი ტონა თვითის დამუშავების გამტარუნარიანობას. პირველი 3 ფაზა, ესე იგი უნდა აშენდეს 12 წლის განმავლობაში. პირველი 3 წლის განმავლობაში ნავსადგურის გამტარუნარიანობა უნდა იყოს 7 მილიონი ტონა, შემდეგ 20 მილიონი ტონა და 12 წლის თავზე უკვე მან მიაღწიოს 40 მილიონი ტონა